მშობლები დაბნეულები ათვალიერებდნენ მეზღაბრის ოთახს და უკვირდათ, ეს სად გავჩნდითო? მეზღაბრე გამოვიდა თავის ჭრელ ხალათში, წვეტიან ჩუსტებში და თქვა: პატივცემულო მშობლებო, თქვენი ბავშვები ძალიან ბევრს ტირიან, წივიან, კივიან და ჩხუბობენ. ეს იმისი ბრალია, რომ ბავშვებს ჰგონიათ, რომ ისინი ძალიან პატარები არიან. არადა ყველა ბავშვი არის დიდი ადამიანი. უბრალოდ თქვენ, დიდები, ართმევთ ბავშვებს დიდობას. მშობლები პირდაღებულები უსმენდნენ მეზღაბრეს. რა უნდა ვქნათ? ჰკითხა მეზღაბრეს მამიკო. მარტო უნდა დატოვოთ, უპასუხა მეზღაბრე. რას ამბობთ? წამოიძახა ბებიამ. მათ ხომ თავიანთი საწოლის გასწორებაც კი არ შეუძლიათ. ვერც თავისით შეჭამენ, წამოიძახა დედამ. არ მჯერა, თქვა მეზღაბრემ. ეს თქვენ წარფით ბავშვებს დიდობა. მე დაგიმტკიცებთ, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. მეზღაბრემ ჯოხი დაიქნია და ჯადოსნური ტელევიზორი აიმტო. ეკრანზე ალექსანდრეს და ალექსანდრას სახლი გამოჩნდა. თამუსი იატაკს ხვედავდა და თან პატარა ძაღლს ცოტა საკვედურით ჭკუას არიგებდა. ალექსანდრეს ნაგავი გაქონა გადასაღრელად. ალექსანდრა ცდილობდა სწრაფად მიელაგებინა გარშემო ყველაფერი. ქეთი და ნიკუშა თებშებს რეცხავდნენ. ყველაფერი დიდურად კეთდებოდა და წესრიგდებოდა. ეს რა ხდება? იკითხა მამამ. საოცრებაა, გაკვირვებით შესძახა დედამ. ბებოს კი თვალზე ცრემლი მოადგა. ჯადოქარმა გადახედა მშობლებს და უთხრა: როგორ ფიქრობთ, დიდები არიან თქვენი შვილები თუ პატარები? დიდები! ერთხმად წამოიძახა ყველა მშობელმა. მას დაბრუნდით სახლში და ხვარიდან ისე მოეკეცით ბავშვებს, როგორც თქვენ მეგობრებს და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი სახლიდან სასიამოვნო სიმღერის, თამაშისა და სიძილ ხარხარის ხმა გამოვა. ასეთ შრიამულზე კარგად იწერება ზღაპრები. მშობლები ნასიამოვნები დაბრუნდნენ სახლში. ბავშვებს ჩაეხუტნენ და ბევრი ტკბილი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს. ერთად ითამაშეს, მერე ერთად წაიკითხეს ზღაპარი და დიდებსაც და პატარებსაც ტკბილად დაეწინათ. აი, ასე დამთავრდა ეს ამბავი. მოგონილი არ გეგონოთ, ნამდვილი ამბავია. დიდი მეზღაბრის დაწერილი.